აღდგომის მერე ეგ რიტუალები უკვე არაფერს აღარ ნიშნავს, დამთავრდა ყველაფერი, მანამდე იყო ყველაფერი საინტერესო და იოანეს ნათლისმცემლის რიტუალები არ იყო ის რიტუალები, რასაც დღესაც აკეთებენ აქ ვიღაცეები. სხვა რამე, არასწორად არის ხო ყველაფერი გააგებული და უკვე სპექტაკლს დგამთ და ვთამაშობთ. სჭირდება საზოგადოებას სპექტაკლი. როცა გონება არ არის გაზრდილი, რჩება რაღაც გარკვეულ საფეხურზე და ინფანტილური მიდგომა გაქვს ყველაფრისადმი, თორე გაზრდილი ინტელექტი იმის ინტელექტია, რომ ის ყველაფერს კარგად წვდება. არ არის კავშირი ამათ არ აქვს, კავშირი არ არის. და თუ კავშირი არ არის, არც არაფერი არ მიდის, საზოგადოება წინ არ მიდის სულიერებაშიც და დამუხრუჭებული საზოგადოებაა ეგა და სპექტაკლები კი ქართველებს ყველაფერში უყვარს ძალიან, იცით, თქვენ ყველაფერს როგორ იმით თეატრალური მას ანიჭებენ. სახლის ყველას გაწყობილი აქვს არა ისე, რომ როგორც ქრისტიანული პრინციპები გვთავაზობს უბრალოება და მთელი რიგი რა აუცილებელი ნივთები სახში და სახლიც ეს ერთგვარად არის თეატრალიზირებული რაღაცა ადგილი. მუზეუმები ვითარ ძალიან ბევრს. წარმოდგენილია თქვენ წინ რო შეხვალთ რაღაც სცენა, სადაც გამოდიან იქ ოჯახის წევრები და გაკომპლექსებთ. სტუმარიც როგორ არის, იძულებული ხარ ტაში დაუკრა. და ქართველს უყვარს თეატრალური წარმოდგენა. და იცით რა არის თეატრი? თეატრი არის ის მსახიობები თამაშობენ იმას, რაც არ არიან. რაც ხარ იმას ვერ ითამაშებ, ხომ? ამიტომ მსახიობს ჭირდება გარდასახვა. წუთიერად ესე იგი იმუშაო სპექტაკლებზე და წარმოადგინოს თავისი გმირი იმათ როგორიც არის. ფაქტურად იდენტიფიკაციას მეორთავს მსახიობიც. თამაშობს მოკლედ ყველა ქართველი. პოლიტიკაშიც ესეა. თელიერი. თლიანად თუ ქვეყანა ესე მოიცავდა ქვეყანას ესეთი მიდგომა უკვე ეს ცოტა ის არის. ერთში შეიძლება რაღაცა დოზით 1%, 9% იყოს ამერიკეთ შეიძლება იყოს და თეატრალი, თქვათ ინგლისელი, სახელმწიფო დონეზე ეგა და მთელი საზოგადოებაში რო ეს არის, ეს უკვე დაავდება. და წარმოიდგინეთ რელიგია საქართველოში, რელიგია ეს რა დონის თეატრი არის. ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ გარეგნულ მხარეს. ხო, აი ეს სანთლებით, იმეებით, განწყობა, უქმნიან განწყობას მომსვლელებს, რომ აი სპექტაკლს დაესწრონ და კათარზისის მეჩვეობით. ესე იგი, მან და რელიგიური ქრისტიანული მიდგომა კი არ არის საკითხთან. მან არის უბრალოდ აი თეატრი და მაყურებელი. მაყურებელი მიდის და კათარზის განიცდის, განიწმინდება, ხო? ბერძნული სიტყვა კათარზისი არისტოტელემ იხმარა და თეატრი ხელს უწყობს პიროვნების გაწმენდასო და ახლა ეგ არისტოტელე ხა ქრისტიანი კი არისო. ეს სისულელი ადამიანი ვერაფრით ვერ გაიწმინდება, თუ ღმერთმა არ განწმინდა იგი გამოსყიდვის საშუალებით. ისე რანაირად უნდა გაიწმინდო, ხო, სპექტაკლის ყურებით, ახლა არავინ არ იწმინდება, მომენტალურად შეიძლება ცრემლები გადმოყარო, 10 წუთით ნორმალური იყო, მაგრამ საკმარისია რაიმე მოხდეს, შენ ცოდვა ისე ამუშავდება, მეტი რო არ შეიძლება. ხო, თეატრი რო წმინდადეს, საზოგადოებას ყველაზე გაწმენდილი იქნება რუსეთი და საქართველო, იმიტომ რომ წალეკილი იყო ეგ სივრცე თეატრები. ინგლისში ახლა ესე მასობრივად თეატრში ახლა არავინ არ დადიოდა როგორც საქართველოში საბჭოთა კავშირის დროს. რუსთაველის თეატრში მარჯანიშვილს თითქმის სულ ყველა დადიოდა, ხო, აბონემენტები სკოლაში და რუსეთი ხო საერთოდ ძალიან მოყვარულია რუსიერი ცირკის, თეატრის, ოპერების და ასე. რუსისთვის ეს არის რაღაცა დღესასწაული, ოპერაში წასვლა. ესე იგი, ეს რას ნიშნავს რა, ეგ თეატრიდან განიწმინდება რუსიერი? ეს სხვა რამე, ეს თამაშია რა, წარმოდგენაა ესა. მით უმეტეს ახლა რელიგიური წარმოდგენა, რომელსაც დღეს საქართველოში ადგილი აქვს. ნახეთ როგორ არის ყველაფერი გაწყობილი, მაღალდუნი და მორწმუნეც მიდის და თამაშობს. აქვს ესეთი რამე კათარზის განიცდის ეგა თავის გაგებით, რომ მივა იქ ამ მღვდელთან რაღაცა და გაიწმინდა ისე და ილუზიით გამოვა. როგორც თეატრში ჩვენ უყურებთ რომელიღაც სპექტაკლს და გამოდივართ იქიდან ვითომ კეთილშობილები. და ისე ვიწყება მამაზაღლობა. რა თქმა უნდა, ფსიქოლოგია როგორიც ქონდა ადამიანის თეატრალური, ესწრებოდა სპექტაკლს, გადაინაცვლა ხე რელიგიაში და მორწმუნეს უწოდებენ თავს. რატომ არ უნდა უწოდოთ თეატრალური მაყურებელს მორწმუნე? ისეც მიდის თეატრში და იმ რწმენით მიდის, რომ სპექტაკლი მოწონს, კარგია რაღაცა და რაღაცა იმას განიცდის, ხო, ელემენტარულად ესთეტიური აღქმის შედეგად ხდება კათარზისი. წუთიერი მაინც ხდება, 1 საათიანი მაინც ხდება და ანალოგიური სიტუაცია არის, როდესაც რელიგიაზეა ლაპარაკი. მანდაც წინასწარი მაშვებიან, დაიყენებენ მე რაღაც დავალებებს ასრულებენ. მთლიანად ერი როგორ თამაშობს ყველაფერს და არ გაგიკვირდეთ რა სააკაშვილს აბრალებთ, აი მსახიობიაო. განა რიგითი ჩვეულებრივი ადამიანი მსახიობი არ არის? ყველა მსახიობია, განსაკუთრებით სუფრაზე. სუფრის ფენომენი რა არის? მაღალ დონეზე, ესე იგი მომზადება პურმარილის, მასპინძელის ყველა ვარიანტში იცინის, იმას დაყინებულია ყველაფერი წინ და წინ რეპეტიცია გავლილი და არ უნდა ჩაიჭრას.
ასპინძლები ყოველთვის წარმოადგენენ თავიანთ თავს სტუმრების თანდასწრებით. ყველა ცალკე აღებული არის მსახიობი და როცა პრეზიდენტზე არის აქცენტი, ნათელაშვილი არ მსახიობობს, ესეც კაი სპექტაკლებს ადგამს. ვითომ გაბრაზებულია, მერე გაიცინებს და აკვირდით ნათელაშვილის გამოხტომებს. მერე გადაეხვევიან ერთმანეთს და ცხოვრების წესი ესა. ეგ სახიფათოობას არ წარმოადგენს. უყვირთ პრეზიდენტი რო თამაშობს სპექტაკლებს გამს, არნაკლებად სპექტაკლებს გამს შიოლაშვილი. აი ვისი სპექტაკლები უფრო მკრეხელური არის? სააკაშვილის თუ შიოლაშვილის? რა თქმა უნდა შიოლაშვილის. შენ სპექტაკლებს წარმოდგენებს ქრისტეს სახელით წარმოაჩენ ამას დაიჯები. და ეს კიდე მთავრობა სააკაშვილი ამ თეატრალური მას იმიტომ ჭირდება რომ ადამიანები ილუზიაში შეიყვანოს რომ ისე ყველაფერი კარგად მიდის. ეს ნაკლებ ცოდვაში უდგამს ამას ფეხი. ამას ხომ ღმერთთან საქმე არ აქვს. ეს უფრო აქეთ საერო სკამზეზის და აი ეს არის თუ არის საშინელება. ხო, აი ეს არის რომ თამაშობს მაღალ დონეზე იტყუება. როცა ლაპარაკი არის ტყუილზე, რომელი უფრო დამღუპველი ტყუილია? შიოლაშვილის დამღუპველი ტყუილი ეს საშინელება არის, ხო? ის დამღუპველია, მაგრამ სააკაშვილის ტყუილი სულს არ წაწმიდავს. სააკაშვილის ტყუილი ეკონომიკურად შეიძლება ვიღაცეები, თქვათ, შეიზღუდონ. ხო, მატყუებდი, თქვათ, სამუშაოები გაჩნდა და დარჩი უმუშევარი. სულთან შეხება არ აქვს სააკაშვილის და მთავრობას. ეგენი არ ზრუნავენ რის სულზე, საიქიო ცხოვრებაზე, ცათა სასופველზე. ეგენი ხო მაგაზე არ ზრუნავენ. ეგენი ზრუნავენ საერო ცხოვრება, აი აქ ამ მიწაზე ცხოვრებაზე და მათი ტყუილი სულს არაფერს არ უზამს. უბრალოდ აი თუ მომატყვე უმუშევარი დარჩი და ხელფასი არ მაქვს რაღაცა, მაგრამ გადავინაცვლოთ ეკლესიაში. ამათი ტყუილი სულის დაღუპვას არ ემსახურება? ესენი გვატყუებენ. ხო, ჯერ ერთი გამოკვეთილი არავის არ აქვს მართლმადიდებლურ ეკლესიაში, არავინ არ გამოკვეთა, რისთვის დავდივართ და რას ვაკეთებთ მანდა. არავინ ვასრულებთ რაღაცებს და არ ვიცით ეგა. რისთვის გვამზადებ? ბოლომდე ეს გარკვეული ექსაკითხი მოდი ვთქვათ არავინ არ იცის. აი რო უთხრათ რიგით პიროვნებას რისთვის დაყალობს ეკლესიაში, ვერ გეტყვის. ამიტომ არის რომ ისინი არასოდეს არ აკრიტიკებენ ეკლესიას და სამაგიეროდ სააკაშვილს აკრიტიკებენ. რატომ სააკაშვილს? სააკაშვილი რასაც პირდება ადამიანებს ცხოვრებაში ბევრმა ვერ შეისრულა ეგა და ეცი ნახე რაღაცა არ არის სწორად სახელმწიფოში და უნდა გადადგე. არ შეეხო ჩემ ცხოვრებას, ჩემს ეკონომიკას, უმუშევარი ვარ, ხელფასი არ მაქვს, პენსია პატარა მაქვს. აი ამ შიოლაშვილს რატომ არ სთხოვენ იმას, რისთვის დადის? გასაგებია, რო უთხრათ რიგით სოციალურ პიროვნებას, თქვათ საერო პიროვნებას, რა გინდა მთავრობისგან, გეტყვის რა უნდა. აი მინდა ეს. ეხლა არასრულებს ამას, ხო არასრულებს და ამიტომ კრიტიკა. ეხლა მე მორწმუნეს დაუსმო კითხავს, რა გინდა ეკლესიაში რო დადიხარ? რას ელოდები მოხდელისგან? აი გაგცემს პასუხს. საერო გამცემს პასუხს, რა უნდა თავისი გამოცდილებიდან. არსებობს ოპოზიცია, პოლიტიკური ოპოზიცია, არსებობს საზოგადოებრივი ოპოზიციად განწყობილი მთავრობის მიმართ და რატომ არ უნდა ვიყოთ განწყობილი ოპოზიციურად ეკლესიის მიმართ? დარწმუნებული ხართ თუ ყველა სამოთხეში წავა? რევიზია რატომ არ არის მოკლედ ეკლესიაში? რეფორმაცია ხო რევიზია იყო? ერთხელ და სამუდამოდ გამყარებული და ტაბუდადებული თემა არის. ვიმეორებ, დარწმუნებული ხართ რომ სადაც დადიხართ, იცით რისთვის დადიხართ და ბოლოს რა გელოდებათ. აი კაცის შვილი ხმას არ იღებს. ძალიან კარგად ხედავენ იმ ნაკლოვანებებს სააკაშვილის მთავრობაში, რაც არის. ეკლესიაში ნაკლოვანებს რატო არ ხედავს? ყველაფერი წესრიგშია? თუ იტყვის რომ ეგ საკითხი არ მესმისო, მით უმეტეს შედავლოცული თუ არ გესმის. რა გარანტია რომ ვინც იქ ადგას იმას ესმის და არ დაგუყობს? რა, სააკაშვილის ესე პოლიტიკა გესმის? და დარწმუნებული ხარ რომ ლაპარაკობ ეს სწორია? და გაქვს უფლება რომ გააკრიტიკო არსებული მთავრობა მხოლოდ იმიტომ რომ აი პრეტენზია გაქვს მე ვიცი რომ ისინი არასწორად იქცევიან. ნახეთ? ერთ შემთხვევაში ხომ მთლიანად ერი შეუძლია ერმა გააკრიტიკოს არსებული მთავრობა. ყველაზე მეტი სახიფათოობას წარმოადგენს სწორედ ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაც არის გაბატონებული მართლმადიდებლურ ეკლესიაში, იმიტომ რომ ეს უკავშირდება ადამიანის მარადისობას, სულს და რა გარანტია რომ ამათ სული არ დაღუპონ იმ მორწმუნეებისა, რომელიც დადიან. ვერ გაიმართლებს თავს ვერავინ. ვინმეს გადაუგსინ ჯავს ეგა? გიციან რისთვის დადიან? ეს ისეთი სფერო არის, რომ აქ ყველა იძახის, მე არ ვიცი. ხორცის ამბები ყველა მიცის. აი უმშევრობა არის, პენსია არ არის, თავრობა შენი ასე და ისე. ამიტომ იძახი, სააკაშვილის თავრობის ტყუილი სულს არ დაღუპავს. ეგ რო იცოდა ქრისტემ,
გახსოვთ, არანაირად პრობლემა არ ქონდა თქვათ რომის იმპერია და ის გადავაგდოთ. ეს არ არის პრობლემა. სულ ვინც ღუპავდა, აი მას შეუტია. ვინ შეუტია, იცით? ფარისევლებს. მართლაც კაცო. სულის დაღუპვა არის საშინელება. კეისარი ხორცს ემტერება, ვერ ხარობ კარგად ცხოვრებაში. და ამიტომ ეგ პრობლემა არ არის ჩემთვის. და ბუნებრივია, არანაირად სოციალური პოლიტიკური კრიტიკოსი არ არის არც პავლე, არც ქრისტე და არც არავინ. სამაგეროდ ვის აკრიტიკებდნენ ესენი? აი არასწორ რელიგიურ წარმოდგენებს, სექტებს, გაბატონებულ იუდაისტურ შეხედულებას, არასწორ შეხედულებას ბიბლიაზე. რატომ? იმიტომ რომ აქ ტყუილი ტოლფასია პიროვნების დაღუპვისა. აქ რომ მატყუები მე შენ ვიღუპები და ღმერთს უნდა რომ არავინ არ დაიღუპოს. გადმოვიტანეთ საქართველოს მაგალითს. ამიხსენეთ ხალხო ყველაფერი წესრიგში არის ამ მართლმადიდებლობაში. თავჩაღუნული ხალხი, კაცო, გამოფხიზდე ერთი, ისთვის დადიხარ იქა, რა გინდა? მოდი რა საინტერესო ეგეთი კაცი მომიყვანეთ დავილაპარაკო. მე ვისაც დავილაპარაკე, ყველაფერი ფანი იყო. აი არაფერი არ იცოდა. ყველაფერი მე გავაგებინო ხალხს და დავიღალოთ ყველა რა საჭიროა. და ისევ ეს მორწმუნე. ისე კარგად იმსჯელებს პოლიტიკაზე და დადგება სააკაშვილი შემიგინებს. რომ აი პენსია არ მაქვს, ის არ მაქვს. როგორ შეამოწმენთ? იცით რომ ხორციელია სულიად მთელი საქართველო? ყველა რომ აი პოლიტიკოსი არის. და ამას გრძნობენ, ხორცს ემუქრება საშიშროება და როცა უკვე პენსია ნაკლები მაქვს, ვინ განიცდის საშიშროებას? ჩემი სხეული. აღარ მექნება საჭმელი არაფერი და ოხ სააკაშვილი შენი ესე შენი ისე. აი ეგ რო დაწანწალებენ შიოლაშვილთან, ყველა თავჩაგინდრულია და კაცის შვილი ხმას არიღებს. ყველაფერი მისაღებია იქა? და დარწმუნებული ხარო ის სწორსაკეთებს? ოპოზიცია არ შეიძლება იქ იყოს? ერთხელ და სამუდამოდ ტაბუდადებული თემა და რაც არ უნდა გააკეთოს სამღვდელომ ეს ჭეშმარიტება არის. რატომ არის ის ჭეშმარიტება და ერთ შემთხვევაში არაჭეშმარიტება მთავრობა? აი რატო ხედავ ნაკლოვანებას და იქვე რა? იმის ხედვა რომ ყველგან უნდა ხედავდეს შენ. ყველაზე მეტად არის სწორედ ის გასაკრიტიკებელი, რომელიც პრეტენზიას აცხადებს ჩემი სულის ხსნაზე და გადარჩენაზე. ამიტომ ვიძახი, ქართველი მორწმუნე კი არ არის. ეს არის უნიჭო მსახიობი, რომელიც ახლა აი ეს რიტუალები მოენატრა. კომუნისტური რიტუალები მოწყინდა, წითელი ხელსაყრელები ყველამ გადაყარა ეს სამყერდე ნიშნები, ოქტომბრელის, პიონერის, კომკავშირის მანდატები რა. ძალიან დიდხანს ამ რიტუალებმა უკვე ყელში ამოუვიდათ რა და ახალი ნივთები, ახალი რიტუალები უფრო აბჭყვიალდნენ და მოენატრათ წვერების მოშვება ხალხს, ხო, ადრე იკრძალებოდა თმების გაბარჩქნა, ხო, მარხვა რაღაცები. ეს ყველაფერი უკავშირდება იმას რა. გავა დრო და ესაც მოყრჭიდებათ რა. ამდენჯერ უნდა იყანყალო რო არაფერი არ ხდება შენ ცხოვრებაში, ხო? სულ რაღაც რა ისტორია აქვს. 8 წლის ისტორია აქვს, მოდი რა ვთქვათ, რომ კარგად რო დაიწყო 2003 წლიდან ავიღოთ ათვლა ეკლესიის. მანამდე ისე იყო რა, ედიკას დროს ესე არ ჯეჯილობდა. ესეთ დონეზე ედიკას დროს არ იყო. სანამ ედიკა იყო, ეკლესიაში იყო ის განწყობა, რაც იყო კომუნისტების დროს, ვისაც უნდა და მიდო. ეხლა არ არის ეგრე. ამიტომ ვიძახი, 8 წელიწადი არის, რომ აი ეს უკვე ისეთ დონეზე არის. აი ეს ეკლესიური შიზოფრენია, რომ არ ვიცი, აი ყველა იმას გაცდა უკვე საზღვრებს. და ეს მგავა დრო და მოწყინდებათ ესე. ამდენ ხანს იყანყალებს ადამიანი, ხო, 8 წელი ძალიან ცოტა არის. ხო, ის დიდი კიდე 8 წელი, 10 წელი და მე იქიდან ნელ-ნელა ხალხი გამოვიდეს. ნელ-ნელა უკვე მიატოვონეს სიმბოლოების და ისინი და ბოლოს შეიძლება უკვე ძალითაც მიათრიონ ხალხი ეკლესიაში. დღეს არ ჭირდებათ ეგ ძალდატანება. ხო, თავის დროზე სხვათა შორის კომუნისტობაც კარგად აიტაცა სულ ყველამ. თავის დროზე მიიღო ყველამ, მაგრამ უკვე როცა უკვე ეს ის არ არის, გადაუდგები. ამ მართლმადიდებლობაც აიტაცეს რა ხალხმა ჯოგ მეაშურა ზოგს მოწონს ეგ თავსაფრები, რაღაცა იქ ცანთლები, განწყობა, ხატი, რაღაცა განწყობა არის. აი რამდენ ხანს დარჩები მაგანწყობაში. ქართველი ხო იცით როგორი არის? ძალიან ემოციურია და იმპულსურია. დიდხანს არაფერს არ ინარჩუნებს. და მე გადადის სხვა ფორმაში ეგ. ემოცია, ჩაქრება. ეს რელიგიური ემოცია მონატრებული იყო ხალხი ამ წანწალს, ამ გაერთიანებებს. თან მე ძალიან ძლიერი ერთი ის აქვს მართლმადიდებლობას. ეს არის მკვდრების რელიგია არის და შრომავალი ქრისტე კი არ არის. არამედ არის მიცვალებული. აი ამით უკავშირდებიან მორწმუნეები ეგრე თითქმის ყველა ოჯახში მიცვალებული ყავთ რა, ყავდათ ან ხო არის რა ოჯახები რომ ვიღაცა კვდება ხო და მიებმევი ეკლესია საფლავზე გასვლა ამის შესრულება სულ მცირე 1 წელი მაინც და ამასობაში კიდე სხვა გემოკვდება ამბებია ამ ბაბუა მერეის ის საფლავთან დადიხარ აი ეს ერთ-ერთი ძლიერი ის არის ესე იგი სააკაშვილის ტყუილი ხორცს ემუქრება ამას კარგად გრძნობენ შიოლაშვილის ტყუილი სულს ემუქრება და ამას ვერ გრძნობენ იმიტომ რომ მკვდრები არიან სული არ გააჩნიათ